აი, ყველაზე დიდი უნამუსობა რა მგონია ამ ქვეყანაზე, იცით? აი, როდესაც შენი ქვეყნის ბიჭები ომში გმირულად იღუპებიან, როდესაც გენოფონდი გეწურება, როდესაც შენი ქვეყანა ასეთ გაუსაძლის და უანალოგო ომშია მსოფლიოში, დამოუკიდებლად კიევის უკრაინაში, დედაქალაქში მისი ქალები, მისი გოგოები და ნაწილი სხვა კატეგორიის, რომლებიც ომს თავს არიდებენ და სხვა სეუნებიან შენი ომეო, ამ დროს თვითონ გულაობენ, ამ დროს თვითონ ერთობიან და თითქოს ამ ადამიანებისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს ის მსხვერპლი, რაც უკრაინელმა მამაკაცებმა გაიღეს ამ ომში. მეგობრებო, სულ ახლა გადავაწყდი X ვიდეოს, თუ რა ხდება 2025 წლის კიევის ერთ-ერთ ღამის კლუბში. იმის ფონზე, როდესაც კიევი მასიურად იბომბება, უკვე ამ ბოლო ხანს ყოველდღიურად თითქმის, ზოგჯერ შაჰიდის დრონებით, ზოგჯერ ბალისტიკური რაკეტებით და ამ დროს სოროებში გამოჭედილი ეს, რავი, უნამუსო ადამიანები ერთობიან და თან რა დონეზე ერთობიან. თითქოს არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე. ეხლა მე თქო უნდა განახოთ ისეთი ვიდეო, რაც ნანახი არ გექნებათ, მეგობრებო, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, ასევე ახალ Instagram-ზე გამოვყევით, რომელიც ლინკი აღწერაშია მითითებული, სადაც ყოველდღიურად საინტერესო სტორიებს დებთ ხოლმე, დავაპაუსეთ ვიდეო, დამოფოლოვეთ და გააგრძელეთ ამ ვიდეოს ყურება და ასევე შეგიძლია არხის განვითარებაში დაეხმაროთ და გააკეთოთ დონაციები, რომლებიც ასევე აღწერაშია მითითებული. მოდი ვნახოთ ეხლა როგორ ერთობიან კიევში ომის ფონზე. ხო, ნუ აი ეს განსაკუთრებით კაცები მოვაკლდათ უკრაინაში და ახლა უკვე ქალები ერთმანეთზე გადავიდნენ. ნუ ეს ხო აი არ ვიცი, აი მინდა რომ დიაგნოზი დასვათ ეხლა რა თქვენც მე რატო გაყურებინებთ, მინდა რომ დიაგნოზი დასვათ ამ ყველაფერზე რა. აი ეს არის მეგობრებო რეალობა. აი ეს დათვირა რუსეთს განასახიერებს აქ? გეუბნები და კაცის ჭაჭანი არ არის, გეუბნები, ეს არის ქალების ღამის კლუბი. იმიტომ რომ დანარჩენი ხა მე ვიდეოს მეორე ნაწილში განახევთ, როგორ მიყავთ ძალით უკრაინაში. სამხედრო სავალდებულო ჯარში და ძალით 16 წლიდან კანონი არის რომ ყველა უნდა წავიდეს რა. და უნდა მოკვდეს BlackRock-ის ინტერესების გამო. ანუ აი ამ ომზე დიდი უაზრობის ხა ამ ომზე დიდი უაზრობის. აი თუ რამე საერთოდ სოფლიოში გაგონილა რამე ისტორიაში მე არ ვიცი. ამერიკა და რუსეთი ინაწილებენ საკუთარ პროტექტორატს, სასარგებლო წიაღისეულს და ტერიტორიულ გავლენებს სამად გაყოფილ უკრაინაში. დასავლეთ უკრაინა გადაეცემა ბრიტანეთ-ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციას. აღმოსავლეთი რუსეთს, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილის გარკვეული ნაწილი მარტო უკრაინას. აი სიგიჟია. და ეხლა აი რა გაცეკვებს ამის ფონზე, აი არ ვიცი. ხო გეუბნებით, აი კლასიკური უკრაინელი გოგო, კლასიკური. მე რასაც ამბობენ რამებზე წყინთ ბევრს, მაგრამ არ ვიცი, საომრად თუ გაქვს იმის ნერვები, აი წარმოიდგინე შენი ბევრი ხა მე არ მინდა გეგონოთ რომ მე ვარ ანტიუკრაინელი აქ არავითარ შემთხვევაში საერთოდ მე უკრაინას ოდესაც ვაკრიტიკებ ის მთავრობას პირველ რიგში რომელმაც ეს ომი ვერ აისილა თავიდან მეორე რიგში უკრაინაში ვაკრიტიკებ იმ ბიუროკრატებს და იმ ჩინოვნიკებს რომლებიც შავად ფულებს აკეთებენ ეს უკვე დღის წესრიგში ეს უკვე ამოვიდა უკვე ფსკერიდან ეს ყველაფერი ეხლა ლვოვში მოკლეს ერთ-ერთი უკრაინელი რომელიც თვითონ მონაწილეობდა ამ რაღაც საიდუმლო გარიგებებში იარაღის შესყიდვა გაიდოსთან დაკავშირებით და ამის ფონზე უბრალოდ აი რა ნერვები უნდა ქონდეს რომ ესე შენ ცეკვავდე როდესაც ყრდებიან შენი ჯარისკაცები და ძალიან დიდი გენოფონდური კატასტროფის წინაშე დგას შენი იერი თორე იმას არავინ უარყოფს რომ კაი გოგოები არიან, მაგას არავინ არ უარყოფს. უბრალოდ ტეხავს. თან ძალიან ტეხავს, როდესაც აი წარმოიდგინე მოდით ხა აი კაცურად, ძმურად აი დაფიქრდით ერთ რამეზე რა. აი ომობ რაღაც თელი შემართება გაქვს ამ ყველაფერში ჩადებული, თელი შენი ემოციები, თელი შენი პატრიოტიზმი, თელი შენი ღირსება, წარმოიდგინე ამდენი უკრაინელი ეგრე მოკვდა და ბრახ რა გადის 1-2-3 წელი
და ზელენსკი პუტინი ერთმანეთს ხვდებიან, ზელენსკი ტრამპი ერთმანეთს ხვდებიან, ამ ყველაფერს ინაწილებენ. ამ დროს სხვა უკრაინელები, რომლებიც შედარებით სოციალურად უფრო მაღალსაფეხურზე დგანან, გადიან ქვეყნიდან, ან თუნდაც კიევში რჩებიან, რადგან მაღალი ეშელონების წევრები არიან და შენ მიწაში გდიხა და 2 ტონა მიწა თავზე გაყრია და ამის ფონზე ეს უკრაინელი კახპა ეხაც ცეკვავს პარალელურად იმისა, როდესაც რუსეთი ბომბავს ჰოსპიტალებს, როდესაც რუსეთი ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს, როდესაც რუსეთი შაჰიდის დრონებით ბომბავს აბსოლუტურად სამოქალაქო რაღაცებს და ნენელა კარგავ ტერიტორიებს, რაღაც ოდესამდე უნდა ჩავიდრენ, მთლიანად უნდა აგახიო მთელი ტერიტორია, ამ დროს საერთაშორისო გარიგებები ხდება, ტრამპის ზეწოლა რუსეთზე არ მუშაობს, რუსეთი ისევ აგზელებს ამ ომს, რუსეთი ხოცავს ხალხს და შეანდეს გეცეკვება, სერიოზულად ხალხო და მოდი და ვინმეს გამო მოკოდი რა. მოდი და მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებს ის იდეა მაინც ჰქონდათ, რომ რაღაც საერთაშორისო ებრაელობა უნდა გაეჩერებინა, ადი რაღაც კომუნიზმის წინააღ რაღაც იდეის გამო ხდებოდა ომი რა. იქაურ სიკვდილს გინა წითელი არმიის მხრიდან ქონდა ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, მორალური დატვირთვა, ასევე როგორც ფაშისტების მხრიდან და გინა მოკავშირეების, ამერიკელების თუ ბრიტანელების. დღევანდელი ომები, როცა იცი რომ ვიღაცა იმის გამო მოკოდა, რომ რახან დაბალი სოციალური სტატუსი აქვს და ომში ძალით მიათრევენ და ამ დროს სოციალურად მაღალი კლასის წარმოადგენლის ზის ესე და ამ კახპასავით ცეკვავს. და მოდი და ვინმეს გამო მოკოდი დღევანდელ ომში. მოდი და მოკოდი, იმის გამო მოკოდი, მოდი, ეხა მოდი და მოკოდი. არ ვიცი ძმაო, დასკვნა თქვენ დადეთ რა. დასკვნა თქვენ დადეთ, დასკვნა მინდა რომ თქვენ დადოთ. თქვენ დადმით და ფსიქოლოგიური დასკვნა დადოთ, ამას და რასთან გვაქვს საქმე. რითი შეიძლება აუხსნათ ეს ფენომენი. ფულის საკეთებელი მანქანა და მეტი არაფერი თანამედროვე ემები. დააკვირდე, 3 წლიანი ომი ძმაო, შეხედე დროშებს, შეხედე სურათებს, შეხედე ამ სამგლოვიარო წერილებს. რამდენი ბიჭი უკრაინიდან, რამდენი ბიჭი დაეცა გმირულად ომის ბრძოლის ველზე, რამდენი ბიჭი დაეცა. და მე მეუნებოდნენ რომ შენ უკრაინა გეზიზღებავ და რუსეთი გიყვარს, რა სისულელია ეგ. მე უკრაინას ვაკრიტიკებ ზელენსკის და მის მთელ წარმომადგენელთა პალატას, ვინებიც იყავს მის გარშემო მყოფი ის ნაგავი ხალხი, რომლებიც ამ ომით ფულს აკეთებენ რეალურად. ეს ყველაფერი გამოაშკარავდა, ნენელა იხსნება ყველა კვანძი, აგერ ნახავ და ყველაფერი ბოლოს აბსოლუტურად გადაწყდება ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელსაც შეახოცავენ ყველაფერს, დაჟე იმ უკრაინელების იმასაც კორუფციასაც, რომელსაც თვითონ ამ ომის განმავლობაში ხელს აფარებდა. ეს რეალობა ძმაო, შეხედეთ. საწყალი ბიჭები ყდებიან და ვიღაც კახპები ცეკვავენ. ძალიან ტეხავს, ძალიან. საყოველთაო ომი გაქვს. რუსეთი შენ აღიარებ რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია შენთან არ არის. უკრაინის პერსპექტივიდან ეს ომია. რუსეთი ამას ეს არის უბრალოდ სპეციალურა ვაინა ოპერაცია, ხო? შენ ხო რუსეთს არ ეთანხმები და არავინ არ ეთანხმება. მით უმეტეს რო არ ეთანხმები და შენი ქვეყანა ამ საყოველთაო ომშია. რანაირად გაქვს ამის წყურვილი და ამის სურვილი? ცოდოები არ არიან ესენი? როგორ მიყავთ ხა უკრაინაში, დაუბლარე სპეციალურად არ მინდა ეს განახოთ, 2 ისა რა ქვია სამხედრო ოფიცერი მოსული არის. იმაზე რა ქვია შუაგულ ქალაქში, მანქანიდან ცოლქმარი ზიან გვერდ და მანქანიდან გადმოთრევას ცდილობენ კაცისო ძალით წაიყვანონ ომში. დააკვირდით, ნახე, დააკვირდით, ეხა ბლარი ატევს, მაგრამ ყველაფერს დაინახავთ. და ცოლი იჭერს ეხა ამ ქმარს და ეს ოფიცრები ცდილობენ რომ წაიყვანონ რა, მაინც. ეხა ამ კაცის ნამამარი რა იქნება მითხარი. და რამდენი კადრი ეხა ბევრი არ განახეთ სპეციალურად რომ არ მინდა ეხა ეს უარყოფითი ემოცია თქვენთვის გადმომეცა, ეხა ისე ზამძიმე სანახავია. შუაგული ქუჩებიდან იყვანენ, სახლებიდან ათრევენ, ზოგი ფეხს იჭრის იმის გამო, ზოგი თითს იჭრის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურს არიდოს თავი. მითხარით, რა აზრი აქვს ესეთი ადამიანის ომში წასვლას, ოდესაც მისგან ღალატის მეც არაფერს მოელოდები. რომელიც ასე უწევს პოლიციელს წინააღმდეგობას იმის გამო, რომ არ უნდა ომში წასვლა. ნახე როგორ უყავს, ნახე. Руки убери, блядь, და ძმაო, руки убери, блядь. ერთ-ერთი ქალაქი. მარიანკა, ეს ერთ-ერთი ქალაქი არის და რა არის მისგან დარჩენილი რა. უყურეთ რა არის მისგან დარჩენილი. ესა დონეცკისა და დონბასის აღმოსავლეთ უკრაინა.
სამწუხაროდ ამას მეინსტრიმ ტელევიზიები თქვენ არ განახებენ, იმიტომ რომ ეს რო განახონ მეგობრებო, ძალიან ბევრ რამეს აიხდება ფარდა. ეს ცდილობენ რომ ესენი არ განახონ და აი საერთოდ შორის ვაკვირდები ხოლმე ლიბერალურ მედიებს, არა მარტო თავარზე მაქლაპარაკე ის ზოგადად Sky News-ი, CNN და ეგენი, ანახებენ რეებს, იცით? აი უკრაინამ განთავისუფლა ერთ-ერთი ოლქის რაღაც პატარა 500 კაციანი სოფელი. ურა. მერე გავა რამოდენიმე დღე რუსეთის შაჰიდები ხვდებიან სამოქალაქო ობიექტებს, მკვდარია 80 ადამიანი, გონია რომ უკრაინა ომს იგებს, ამ დროს უცებ რუსეთი ანადგურებს ყველაფერს. ანუ ის ამბები რო იყო ხო გახსოვთ უკრაინამ რო გაუნადგურა რუსეთს ძალიან დიდი მილიარდობის ტექნიკაო იქ რაღაც დრონები თავდასხმები რომ მოაწყო გახსოვთ ხო ეგ ოპერაცია ანუ კითხვა ჩდება ძალიან ლოგიკური ანუ ყოჩახ რომ მაგებს ატარებენ ბრავო რო წინადობას უწევენ მაგრამ ეგ ოპერაციები ამ გარდაცვლილებს და შვილმკვდარ დედებს შვილებს უბრუნებს მკვდრებს აცოცხლებს თუ იმ უსამართლობას ამთავრებს რასაც ამ ომის განმავლობაში ორივე მხარე ჩადიან. ანუ სული სიგიჟეა ჩემთვის, ანუ მართლა გეუბნებით, ანუ თუ შენ გენოფონდი დაკარგე, თუ შენ რაღაც გარკვეული ასაკის, ანუ კაცი, რომელმაც სასიცოცხლო არეალი უნდა აითვისოს, რომელმაც მომავალში შენი თაობა უნდა გაამრავლოს, ხო? და შენი ზოგადად გენოფონდი თუ დააყენე ამ კატასტროფის წინაშე, ანუ იმ ომის გაგრძელებას რა აზრი აქვს მითხარით? ანუ სერიოზულად ვსაუბრობ, რა აზრი აქვს? მით უმეტეს, როდესაც მეორე მხარეს არის ბირთვული სახელმწიფო. ანუ ბირთვული ქვეყანა, ანუ მე არ უკარგა უკრაინელები მართლა მაგრა იბრძვიან. აგაზე არც ერთი არასდროს არ მithქვია ჩემი პირიდან, რამოსულა რომ უკრაინა რა თქმა უნდა გმირულად იბრძვის უკრაინელი. მაგრამ რის ფასად ყდება ამდენი, რის ფასად, რომ ტერიტორიას ვერ იბრუნებ და ამის პერსპექტივაც არ გაქვს მით უმეტეს. როდესაც ამერიკამ ჯაშუშურის საქმიანობის შეგიჩერა, დახმარების პაკეტი შეგიჩერა, დამოკიდებული ხარ მაკრონზე, მერცზე გერმანიაში, ბრიტანეთი ისე აღარ პატრონობს, როგორც მაგას მაგალითად ისაკეთებდა, რა ქვია, ბრიტანეთის პირველი პრემიერი, რომელმაც სტამბოლში მოლაპარაკებებით შეშალა, ბორის ჯონსონზე მაგ საუბარი. ანუ გვერდში არავინ გიდგას ისეთი, და რას აპირებ, მითხარი. კოალიციის იდეა დაინგრა, საფრანგეთს აღარ გადმოყავს შენში ჯარები. ამერიკა პირდაპირ გეუბნება ნატოს სამუდამოდ დაივიწყეო. ანუ მითხარით სერიოზულად ეს ხალხი უკრაინელი ხალხი ცოტა არ არის? და რის გამოა უკრაინელი ხალხი ესეთ დღეში? აი ეს მინდა გითხრა, რის გამოა უკრაინელი ხალხი ესეთ დღეში ძმაო? იმის გამოა უკრაინელი ესეთ დღეში. რომ თავის დროზე, როდესაც დიპლომატია არსებობდა, ეს ძალიან საინტერესო რამ არის, როდესაც დიპლომატია არსებობდა, მაგ მომენტში უკრაინის მთავრობამ სერიოზულად ჩაისვარა. სერიოზულად. ანუ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ შესაძლებელი იყო თუ არ ომის, რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო ომის თავიდან აცილება. რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო. მე ამის მჯერა რომ მინსკის მოლაპარაკებები რო გაგრძელებულიყო, უკრაინა ამ ომს აირიდებდა. ნახეთ, მე მაქვს ძალიან სერიოზული არგუმენტი. და ალბათ თქვენც შეიძლება დაფიქრდეთ და ამ საკითხს ჩვენ ჩაუღრმავდებით დროთა განმავლობაში, როდესაც სხვადასხვა კონტურები გამოჩნდება ომის დასრულების, სხვადასხვა თეორიები. მეგობრებო, თუ რუსეთი ბრმად შევიდა უკრაინაში, ანუ ჩვენ ხო გვაჯერებენ ამას მედასავლელეები, რომ გეუბნებია, რომ ისა რა ქვია, რუსეთი არის მონსტრი, სრული მონსტრი, ანუ რუსეთის მიზანი არის ყველა ქვეყანა დაიპყროს. ხო, მოდი დავუშვათ ეს ლოგიკა არის სიმართლე. მოდი ხა წავიდეთ იმ მიმართულებას გავყვეთ. თუ რუსეთს უნდა და უკრაინა მთლიანად კიევის აღება და ყველაფერი. რატო არ აკეთებდა ამას 2022-მდე? ანუ 2014-მდე, როდესაც უკრაინა გაცილებით სულ მდგომარეობაში იყო. ანუ ჩვენ თუ გვაქვს ხო არის იმის რა ქვია პუტინის სიტყვები, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ეს არის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა, ეს ხო ახალი გაპრეზიდენტებული რო იყო უკრაინაში ეს თქვა. ნახეთ, ტაკერ კარსონთან ინტერვიუს დროს, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი რო ჩავიდა პუტინთან, ხო? აი კითხვა დაუსვა სხვათა შორის ტაკერმა, რომ ანუ რატო დაიწყო ოპერაცია 2014 ეს ყირიმის ისა რა ქვია განთავისუფლება და 2022 თებერვლიდან უკვე სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია. რატომ? და მასე პუტინმა უპასუხა ესეთი რაღაც, რომ ანუ ჩვენ რო გდომოდა უკრაინის უაზროდ დაპყრობა, ანუ აი როგორც გველე შაპირო ყლაპავს მაგალითად მის ხვერპლს, ამას იზავდა 2010 წლამდე, 2008 წლამდე, 2005 წლამდე, როდესაც უკრაინა გაპარტახებული, გაცილებით პრორუსული და ამავდროულად უფრო მეტად ჩაძირული იყო კორუფციაში. არმია საერთოდ არ ყავდა. იმიტომ რომ 2022-ის უკრაინა ვაფშე სხვა და 2014-ის უკრაინა ვაფშე სხვა სამხედრო შედარება თუ შევადარებთ ამ ყველაფერს. ხალხონო, ეს უაზრო რუსოფობია. მე მინდა, აი, რატო იყენებს ჩვენი მტრები იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ. ვინმეს კი არ ადარდებს აქ რომ ოკუპირებულია აფხაზეთი, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია, სამაჩაბლო ოკუპირებულია. არა, ამას იმის გამო კი არ იყენებენო თქვენ ტერიტორიები დაიბრუნოთ. არა, იმის გამო რომ მუდმივად მტერი გეგონოთ თქვენი რუსეთი.
რომ ეს არის თქვენთან აი დააკვირდით რა დამპლები არიან, რა საბჭოთა კავშირი დაიშალა და წარმოიშვა ესეთ კონფლიქტური ზონები რეგიონში. ხო? არა მარტო სამოჩაბლო აფხაზეთზე მაქვს საუბარი, დონეცკი, ლუგანსკი, ყარაბაღი და ბევრი რაღაც, რატოა შექმნილი, სპეციალურად გაკეთებული და ნაღმები დატოვებული რეალურად. იმის გამოა გაკეთებული ეს ყველაფერი, რომ შენ მუდმივად იყო დაპირისპირებაში რუსეთთან და მუდმივად ეს რაღაც ტრის ხატი ყოველთვის შენში იყოს, ყოველთვის, რომ შენ არ მოგცეს იმის ესე ვთქვათ დიპლომატიური ან მორალური უფლება, რომ შენ დიალოგი მასთან დაიწყო. ავიღოთ ბელარუსის მაგალითი. ანუ რა მარტივია რუსეთმა რო ადგეს და დაიპყროს. ძალიან მარტივი. და ახლა იქნება ბელარუსი იქნება რუსეთი. ჩაულებრივად კი არის დღეს ანუ ესე ვთქვათ კი არის პრორუსული ბელარუსი, მაგრამ ძალიან მარტივად შეუბრალოდ დაიპყარი რა. აი მოდი შევადაროთ საქართველოს. აი შევადაროთ საქართველოს და ლოგიკურად დავფიქრდეთ. თუ რუსეთი უაზროდ მტერი, აი უაზროდ დებილია, რასაც მე დასწავლელები ჩვენ გვასწავლიან. უაზროდ დებილი. მაშინ ამჟამინდელ საქართველოსად არ იპყრობს. იმიტომ რომ რუსეთმა რო საქართველოს დაიპყროს, ძალიან ბევრი ბენეფიტი რჩება მას, ძალიან. აკონტროლებს თელს ამ ბაქო ჯეიჰანი თბილისი, ბაქო თბილისი ერზრუმი, ამ თელს იმას რა ქვია აბრეშუმის დერეფანს, თელს ამანაკლის პორტებს, თელს გასულა გამოს, ყველაფერს აბსოლუტურად. ანუ ძალიან მარტივია, აი ძალიან მარტივია ადგეს და დაგიპყროს. რატო არ აკეთებს ამას? აი მკითხებზე პასუხი რო არა აქვს შიგ ევროპელებს და ლიბერალებს, ხო? ანუ გიჟდები ადამიანი მართლა რომ შენ ყავს გვილეშაპი გვერდზე რეალურად. ანუ მე აქ რუსეთს აი მოსამართლე ადვოკატი კი არა რუსეთის და მართლა მოყვარული კაცო. რეალობას ხსნი უბრალოდ რეალური თვალით მიდამ ყველაფერს მე შეხვედო. ანუ რუსეთი თუ უაზროდ არ გიპყრობს. ანუ რაღაცაშია ხო საქმე? რაღაც უნდა გაიყო შენ. მე სხვადასხვა არც ამ მთავრობას არ ვეთანხმები იმაში, რომ აი ისა რა ქვია, ჩვენ დიალოგს არ აღვადგენთ რუსეთთან, იქამდე სანამ ოკუპირებულიაო და თავისით მოვა რუსეთი და გეტყვის, ხო, ქართველებო, აი გიბრუნებ ტერიტორიებს. თუ შენ არაფერიც შენ გაქვს სალაპარაკო რუსეთთან, რუსეთს შენთან სალაპარაკო არაფერი არ. შენ გაქვს სალაპარაკო. როდესაც შენ კარგავ, შენ გაქვს სალაპარაკო მასთან რეალურად. გაიგე? ამიტომ ამ მთავრობას მე ყოველთვის იმაზე მიუთითებ და იმ რეკომენდაციას უწევ რომ აღადგინე რაღაც არაოფიციალურად მაინც აღადგინე. კაი, ოფიციალურად არა მესმის ხო რომ ოკუპირებულია ტერიტორიები და ეს ალიbi გაქვს, მაგრამ აღადგინე არაოფიციალურად მაინც ეს დიპლომატიური მიმოსვლები. ეს რაღაც ფორმატებში მონაწილეობა, იმიტომ რომ თუ დიალოგი არ შედგა, არავინ არც აფხაზსაც არ უნდა ხარ იქიდან. არავის არ უნდა ხარ უბრალოდ. და ესე გაყინული, ესე ჭურში გახვეული იმით არც ერთი ტერიტორია არ დაგუბრუნდება საერთოდ. და უკრაინა ვაფშე განწირულია. ჩვენ კიდე რაღაც შანსი გვაქვს, რომ აი დიპლომატიით, რაღაცა სიცილ კისკისით, საჭიროებები და ბევრი რაღაც გავაკეთოთ, ხო? მაგრამ უკრაინას ვაფშე შანსი არ აქვს. უკრაინამ და რუსეთმა საუკუნოვანი ჯახი გააკეთეს ამ 3 თითქმის 4 წლიანი ომით უკვე. ეს არის საუკუნებრივი შეტაკება მეგობრებო უკვე. აი მას უკვე გენეტიკას და შვილებს გადაეცემათ მათი სიძულვილი. უბრალოდ გამაღიზიანებელია ეგ ფაქტორი, ჩემო მეგობრებო, ანუ რომ გატყუებენ ამდენი ხნის განმავლობაში და გეუბნებიან იმას, რომ აი შესაძლებელი არ იყო ომის თავიდან ასე, რომ ვითომ ზელენსკი ვალდებული იყო, ხალხნო, გეუნებით 2010 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროვება. უაზროდ გატარებული რუსოფობიური რეფორმებით. აკრძალეს რუსული ბანკები, აკრძალეს რუსულად საუბა, ძალიან ბევრი რაღაცაში დაურხიეს და ტელემაუწყებლობის გაშვებები აუკრძალეს, ანუ უაზროდ. ანუ განამ მიზეზი იყო, ანუ საერთოდ არც ყირიმიც არ იყო ჯერ პრობლემა, ანუ ყირიმიც არ იყო ოკუპირებული. ყირიმიც არ იყო ოკუპირებული, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში დასავლურმა აგენტურმა და deep state-მა დაიწყო იმ პოლიტიკის გატარება, რომ შენ უკრაინელს რუსი უნდა გძულდეს. გაიგე? და დაიწყო სერიოზული რეფორმები ამ მიმართულებით. ბანკებს დაურხიეს სერიოზულად. ადგილობრივ მოსახლეობას ავიწროებდნენ ეთნიკურად, რომ რატო ხარ რუსი მაგალითად და რაღაც ისე და წამოვიდა ეთროფაშიზმი აი ეგენან განვითარდა. დივერსიფიკაცია რომ მოახდინა მან მერე და იმიტომ ძალიან გამომარტივდა რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის უფრო აღება. გაიგეთ? ანუ აი ეს უაზრო რუსოფობია რაც დაიწყო, გაცილებით ადრე და თვითონ გამოიწვია დასავლეთმა უკრაინის ხელით ეს deep state-ის ხელწერაა, ხო იცით? რომ deep state არასდროს ომობს პირდაპირ ხვის ხელებით გადაადგილდება ყოველთვის და საცეცები აქვს როგორც ბოროტებას აი ჩათვალეთ აი ეგრე მონაწილე და მიიყვანა იმ დონემდე რომ ჯერ ყირიმი დააკარგვინა მერე დონეცკი ლუგანსკი გამწვა ეს კონფლიქტები მერე მაიდანი მოხდა მერე მინსკის შეთანხმება დაიდო მერე მინსკის შეთანხმება დაირღვა და საბოლოო ჯამში ეს უკრაინელი ხალხი ყდება და ამ დროს აი ესენი გულაობდნენ წაღარო ვიდეო განახეთ
და თვითონ ეს ურსულა ისენი რა ვქე კაია კალასი და ეგენი ზიან ევროპარლამენტში კარგად ფეხი-ფეხს გადადებული ანუ უკრაინელი ხალხი საკუთარი სხეულით ფარს უკეთებს ანუ თავიანთი ჭკუით რუსეთს ასუსტებენ და სინამდვილეში რუსეთი უფრო ძლიერია ეხა ანუ აი სიკიჟია მეგობრებო სიკიჟია ჩაულებრივი ანუ გვიყალბებენ ისტორიას უბრალოდ ეს არის გაყალბებული ისტორია ფაქტები წინ გვიდევს და ამ დროს რაღაც თეორიები არაფერი შეთქმულების თეორია არ არის რუსოფობია რო დაწყებული იყო უკრაინაში გაცილებით ადრე სანამ ეს მოხდებოდა ეს არის ზუსტად დიპსტეიტის და დასავლეთის ხელწერა რაც გააკეთეს უკრაინაში აგენტურულმა ქსელებმა სატელიტებმა არასამთავრობოებმა და მაიდანზე საერთოდ დაგვირგვინდა ეს ყველაფერი ძმაო ძალით გამოიწვიეს ეს კონფლიქტი ძალით აიძულეს რუსეთი რომ ამ ომში ჩათრეულიყო ძალით მოხდა ეს ყველაფერი ძალით აი თქვენ მე განახეთ მე ჰიტლერის ანდერძი უნდა წაგიკითხოთ უნდა მოგასმენინოთ ჰიტლერის წინასწარმეტყველება მინდა განახოთ ეგეთ ძალიან საინტერესო ვიდეო მინდა გავიღო ევროპულ ქვეყნებზე რა აი ზოგადად განახება კონკრეტულად ევროპულ რას ფიქრობთ საფრანგეთზე ბრიტანეთზე ცენტრალურ ევროპაზე პერიფერიებზე ამერიკის შეერთებაში ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება ამის ჟელობას მე შემოგთავაზებ რომ აი ბევრ პარალელებს გავავლებ და საინტერესო რაღაცებს აღმოაჩენთ აი მათ ჰიტლერი თავის ანდერში წერს ესეთ რაღაც რომ არავის მინდა ეგონოს რომ 1929 წელს განხორციელებული ეს სამხედრო ქმედებები რომ ჩვენ მიერ იყო ინიცირებული ყველა ომი რაც რეიხს მოხვიეს თავზე იყო გარედან მოგდებული იმის გამო რომ ჩვენ დავარტყით საერთაშორისო ებრაელობას და დავარტყით როჩილდებს იგივეა მეგობრებო თქვენ რა ეკონომიკაა დღევანდელი ომები თქვენ მაშინდელი ომი ხა მაშინ იდეოლოგიზირებული იყო რაც შედარებაც არ შეიძლება მაშინ ფასი ქონდა ადამიანის მართლა სიკვდილზე ის მართლა რაღაცისთვის წყდებოდა მაგრამ ბიჭო 71 დღეში იყო ჰიტლერმა ნორვეგია ორ კვირაში საფრანგეთი ერთ კვირაში ბელგია და რამდენიმე დღეში პოლონეთი. რუსეთმა ვერ აიღო მთელი უკრაინა, რავი, ბოლო 3 წლის განმავლობაში. ანუ ომის დინამიკა შეიცვალა, გაიგეთ? არა იმას კი არ ვამბობ, რომ რუსეთმა რატო ვერ აიღო, რუსეთს ებრძვის მთელი კოლექტიური დასავლეთი, ხა არაფორმალურად რეალურად. მთელი დახმარებები და მთელი ის ანუ კოლექტიური დასავლეთი მარტო რუსეთს ებრძვის, ანუ დღეს სხვანაირი დინამიკა, ასიმეტრიული ომებია, დღეს უკვე სხვა სპეციფიკა აქვს ამ სამხედრო ტექნოლოგიებსა და სამხედრო ლოგისტიკას. ამიტომ ეს სისულელები მინდა დაივიწყოთ ხალხო ანუ ნახეთ რაც უფრო მეტად რუსოფობებს თქვენ გაქცევენ რეალურად უფრო მეტად ასხავს ეს ყველაფერი ევროპელებისა და ამერიკის წისქვილზე წყალს რომ შენ რაც უფრო დიდხანს გეგონება რომ რუსეთი არის შენი მტერი მაგამდე ყოველთვის სავაჭრო ექნება შენთან ტერიტორიები აი მაგალითად რა ძალიან მარტივია აი რამე მოხდება აქ რამე ეს ეკონომიკური უთანხმება რა ოკუპირებულია შენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ვინ იყო აფხაზეთის ომში ძალიან დიდი ინტერესი დაინტერესებული 90-იან წლებზე მოქცა ვინ იყო არ იყო ამერიკელების ინტერესი არ წერდნენ ზვიადზე მაგალითად რდინების მიმართულებით ცურავდა არ გაგვიკეთეს ეს არ იყო ამერიკული ინტერესი რა თქმა უნდა იყო ამერიკული ინტერესი რა თქმა უნდა რუსების ხელით რა თქმა უნდა ისე და ისე რუსების манипуლე ხო აი რუსეთს არ აქვს იმის ნიჭი მაგალითად ინსტიტუციონალური ოკუპაცია მოგვიწყოს ამერიკა მაგაში ფენომენია ეხლა რომ შეუგიძლია რომ ინსტიტუტები დაგიპყროს რუსეთი არა რუსეთი კიდე ხიშტით ჩამოდის გულპავს ამიტომ არასდროს არ ილაპარაკოთ ხოლმე ეს მთავრობა რუსულია ანუ ვერ არის აი ეს მთავრობა არ არის რუსული ძალიან მარტივად არაა რუსული რუსეთთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს რეალურად გაიგე მე რასაც ვეხვეწები რეალურად ამ მთავრობას რომ მიდი გამონახე დიპლომატიური გზა ანუ რეალურად მაგასაც არ აკეთებს ანუ რეალურად რუსული ეს მთავრობა რო იყოს რეალურად აი მოდი ყველაფერს შეხვედოთ ნახეთ პუტინს აღარ დაჭირდებოდა მაგალითად გახსოვთ ის რო გამოვიდა აქციების ფონი რო და პუტინი რო გამოვიდა და თქვა სპეციალურად რო იყო ეს ყველაფერი გაკეთებული სპეციალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული რომ ეთქვა რომ მე მომწონსო საქართველოს მთავრობის ნაბიჯებიო და ამაზე ხალხი რო გამოვარდა გოიმივით რო წამოეგო ეგრევე ყველა აი მე პუტინმა როგორ შეგაქო ვის ინტერესებს ემსახურება ეს არ არის რუსული აგენტურა ოპოზიციის სახით ლენკა ხოშტარია პირდაპირ რუსეთიდან იღებს დაფინანსებს რუბლებს ანუ ოფიციალურად იღებს ხალხი ოფიციალურად ანუ განა აგენტი რაღაც საიდუმლოთან არა იმენა ოფიციალურად იღებს ლენკა ხოშტარია რუსეთიდან დაფინანსებს ანუ სიგიჟი არ არის ანუ მართლა სიგიჟი არ არის ეს ყველაფერი პუტინმა იმიტომ თქვა ეს ყველაფერი ამ მთავრობაზე კარგი რომ დესტაბილიზაცია გამოიწვია საქართველოში მაგრამ ეს გოიმები ეგრევე წამოიღეს ვაიმე რუსული მთავრობა რუსული რომ მთავრობა იყოს პუტინი კი არ გამოვიდოდა და კი არ იტყოდა მთავრობამ კარგად გააკეთა ყველაფერიო არა მაგას არ იტყოდა პირიქით რომ შენ არ გონებოდა ეგრე მაგრამ ლიბერალი სულელი შტერია გოიმია და ეგრევე ქუჩაში მერე ცემენ მერე ციხეში მიდის
სიგიჟეა ხალხო მე რატო განახებთ ამ ყველაფერს სხვადასხვა პერსპექტივიდან რატო რო თქვენ წარმოდგენა გქონდეთ რეალ პოლიტიკა როგორ წარიმართება რა და აი მინდა ეს ეშმაკების ბუდე დავინგრიოთ აი გონებაში რომ ყველაფერს რასაც მედია მეინსტრიმ მედია ჩვენ გვტენის ყველაფერს ვიჯერებთ რატო იცი რომ რაც უფრო გამოთაყვანებული ხალხი იქნება აწყობთ მაგათ და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება მე არ ვაძლევ ამის საშუალებას კრიტიკულად შეხედეთ ყველაფერი რა თქმა უნდა რუსეთს დაპყრობილი აქვს საქართველოს 20% რა თქმა კი ვინმე კი არ უარყოფს ამ ყველაფერს მაგრამ როცა იცი რომ რუსეთი ამხელაა და რუსეთს ვერასდროს ვერაფერს ვერ უზავ გამონახე სხვა გზა რომ შენი ხალხი დაიცვა ყველაფრისგან ის რა ზელენსკის უნდა გაეკეთებინა ის რაც მაქამდე რუსეთის მთავრობას უნდა გაეკეთებინა არ გააკეთეს არა უფრო მეტად რუსოფობები გახდნენ და საბოლოო ჯამში მიიღეს ნგრევა და ხოცვა რომელიც ბოლოს გადახურდავდება რუსეთის ტერიტორიული დაყოფით სასარგებლო წიაღისეულის ესე გადანაწილებით და უკრაინელი ხალხი მიწაში ჩაწვება და ესეთი ძუკნები წეღარო განახეთ ისინი სხვა კაცებს მოემსახურებიან აი ეს არის რეალობა რის გამო უნდა მოვკვდე დღევანდელ ომში რის გამო უნდა მოვკვდე დღევანდელ ომში რომ შენ მიწაში ხარ და ამ დროს ვიღაცა ძუკნა ვიღაც სხვა კაცთან ერთობა ეს არის დღევანდელი ომის ისა მე განახეთ თქვენ ეგ რეალობა უკვე აი და დიპლომატი და სერიოზული მასტერ მაინდი იმაში ხარ როცა ამ პროცესებს აირიდებ ტერიტორია ჩვენ დაგრჩება მიწები ჩვენ დაგრჩება და ის ქალი ჩვენ დაგრჩება აი მაშინ ხარ მასტერ კლასი რავი დალაიქით მეგობრებო ვიდეო გამოიწერეთ არხი დღეს საინტერესო მსჯელობა ჩვენ ნამდვილად გქონდა და ხო გამოყევით Instagram-ზე და ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ და არხის განვითარებაში დაეხმაროთ ლინკები ყველაფერი აღწერაში მითითებული დროებით